დაბრუნდით პირდაპირ ეთერში დღეს პარასკევია, როგორც ჩვენს მაყურებელს კარგად მოეხსენება, ყოველ მეორე პარასკევს ჩვენს ეთერში ევროპის დრო დგება რუბრიკა, რომელსაც წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი. კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით და ჩვენ ვსაუბრობთ იმ მნიშვნელოვან მოვლენებზე, რაც უკავშირდება საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას. დღეს ვისაუბრებთ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თემაზე, ანუ გარემოს დაცვაზე და ევროპულ ინტეგრაციაზე. გარემოს დაცვა განსჯის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანია, როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში, რადგან მუდმივი ტექნოლოგიური პროგრესი საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს გარემოს, შესაბამისად ეკოსისტემის ცვლილებას იწვევს და ამ თემამ ასახვა ჰპოვა ასოცირების შეთანხმებაში, კონკრეტულად რაზეა საუბარი ასოცირების შეთანხმებაში და როგორი მდგომარეობაა საქართველოში, რას მოითხოვს ევროკავშირი, ამაზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან რამდენიმე წუთში, თუმცა მანამდე ნახოთ ანა მეზურიშვილის სიუჟეტი, რომელმაც გამოიკვლია თუ რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობა. ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი. ეს საქართველოს კონსტიტუციის 37 მუხლში წერია, თუმცა ამასთანავე კონსტიტუცია თითოეულ მოქალაქეს ავალდებულებს გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ გარემოს. ეს ვალდებულება ჩვენთვის ყველასთვის კარგად ნაცნობია. მეორე საკითხია, რამდენად ვასრულებთ მას. ჩვენს ქვეყანაში გარემოს დაცვის კუთხით არაერთი პრობლემა არსებობს და მის აღმოსაფრთხებლად გარკვეული ნაბიჯებიც იდგმება. საქართველო ცდილობს განერგოს საერთაშორისო დონეზე აღიარებული გარემოს დაცვითი მიდგომები და რეგულაციები. ევროპისაკენ სულა თავის მხრივ ამ პროცესის დაჩქარებას უწყობს ხელს, მაგრამ მოსახლეობას ამ საკითხზე სხვადასხვაგვარი მოსაზრება აქვს. ევროპისკენ სულა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ მე ვამბობ, რომ ეს ისეთი პრობლემა არის, რომ ჩვენ თვითონ უნდა გქონდეს ამის შეგნება. აი რატომ უნდა გვიკარნახოს ევროპამ, სწორედ გამიგეთ, ეს ჩვენში უნდა იყოს გათვითცნობიერებული, რომ აი გარემო ჩვენ თვითონ უნდა დავიცვათ. მათ მოთხოვნები აქვს და სტანდარტები აქვს. ძალიან დიდი და კარგია ეს, მაგრამ რომ გითხრათ, რომ ეს ასე უცებ მოხდება, ეს არ მოხდება. ეს გრძელი პროცესია, ძალიან გრძელი პროცესია. ამას ხალხის მენტალიტეტის გადაგვარება უნდა, გარდაქმნა უნდა. გარემოს დაცვა ჩემთვის ნიშნავს როგორც სახელმწიფოს მხრიდან გარემოს დაცვას, ანუ ცენტრალური ბიუჯეტიდან სერიოზული თანხების გამოყოფას გარემოს დაცვისთვის და თითოეული ჩვენთანგანი შეგნებას, კულტურას, რომ არ დავანაგვიანოთ თუ არ გაუფრთხილდებით მაინც. ევროპისკენ სულად ამბლად არ შეუწყოს, თვითონ ჩვენში უნდა მოხდეს რაღაც გარდაქმნა ადამიანებში და უნდა გაუფრთხილდეთ იმათ, რაც კეთდება. ჩემ დროს უნივერსიტეტში იყო, რომ ყველა სტუდენტი ყოველ შაბათ-კვირას აი წყლეთში რა ცხებია, დარგული სულ ჩვენი დარგულია. ევროპას ხო ბევრი პროგრამები აქვს, რომლებიც აფინანსებენ ხო ამ გარემოს დაცვას და აქედან გამომდინარე დაგვეხმარება, რა თქმა უნდა. ამ კუთხით ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო პრობლემას ტყის გაჩეხვა და ყოველდღიური მოხმარების ნარჩენებით, როგორც ქალაქის, ისე მისი შემოგარენის დაბინძურება წარმოადგენს. გარემოს დაცვითი მმართველობა საქართველოში ძალიან შორს დგას იგივე ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან და შესაბამის მოთხოვნებთან. პრაქტიკულად ჩვენთან გარემოს დაცვითი მმართველობა უბრალოდ ფორმალური პროცესია, ფორმალურ პროცესად არის ქცეული განსაკუთრებით, როდესაც ეს საქმე ეხება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას და მხოლოდ ემსახურება დადებული ხელშეკრულებების, ასე ვთქვათ, შესრულებას. გარემოს დაცვითი პრობლემების გადაჭრა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და მათ აღმოსაფრთხებლად ჩვენი ქვეყანა ნაბიჯებს ეტაპობრივად დგამს. დავრუნდით პირდაპირ ეთერში ჩვენს გადაცემაში ისევ ევროპის დროა რუბრიკა, რომელსაც წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით. ჩვენ ვსაუბრობთ იმ მნიშვნელოვან მოვლენებზე, რაც უკავშირდება საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას. დღეს ჩვენი გადაცემის თემა გარემოს დაცვა. ვისაუბრებთ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც უკავშირდება ამ კუთხით ევროინტეგრაციას. ჩვენი გადაცემის სტუმარი გახავთ ქალბატონი ნინო თხილავა, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს დაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი დილამშვიდობის. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. მოდით პირველ რიგში ჩვენს მაყურებელს აუხსნათ თუ როგორი არის სახელმწიფო პოლიტიკა გარემოს დაცვასთან დაკავშირებით. დიდი მადლობა. მივესალმები მაყურებელს და ძალიან დიდი მადლობა ისევ რომ ასეთი მნიშვნელოვანი თემის განხილვის დროს მომიწვიეთ სტუდიაში. გეტყვით ორი სიტყვით, საქართველოს თავის გარემოს დაცვის სახელმწიფო პოლიტიკას აყალიბებს, რა თქმა უნდა, ევროკავშირისა და გაეროს ევროპის
რეგიონის, ასე ვთქვათ, ევროპის ეკონომიკური კომისიის გარემოსდაცვითი პოლიტიკის მიმართულების შესაბამისად და ეს უკვე მრავალი წელია ასეა, მაგრამ დღევანდელ დღეს ასეთ მნიშვნელოვან დღეს, როდესაც ხდება უკვე რატიფიცირება ასოცირების ხელშეკრულებისა, უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ ქვეყანა ყველა მიმართულებით და მათ შორის გარემოს დაცვის მიმართულებითაც დღეიდან იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც კარგახანია სამზადისი უკვე დაიწყო. ყველა მიმართულება უკვე შეთანხმებით იქნება იმ ვალდებულებებთან, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულება გვიდევს. მინდა ორი სიტყვით გითხრათ, გარემოს დაცვას დღეს უკვე სხვა მნიშვნელობა აქვს მინიჭებული, თუ ოდესღაც წლების წინ ეს პირდაპირ მხოლოდ კონსერვაციას მოიცავდა, დღეს უკვე 2 ათეული წელია, გარემოს დაცვა უკვე ნიშნავს ანუ გარემოში სხვაგვარად ცხოვრებას, იმგვარად, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიადგეს გარემოს და ამავდროულად ეკონომიკა იყოს სერიოზულად განვითარებული ქვეყნებში. ანუ მდგრადი განვითარება დღეს არის უკვე აღიარებული პრინციპი და რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყანაც ამ მიმართულებით განაგრძობს სვლას. გასაგებია, ასოცირების შეთანხმებაში საკმაოდ დიდი ყურადღება ეთმობა გარემოს დაცვას. კონკრეტულად რას ითხოვს ევროკავშირი? კი ბატონო, მოგახსენებთ, ახლა რამდენად კონკრეტული იქნება, ახლა გეტყვით როგორ არის. ასოცირების შეთანხმებაში არის 2 ცალკე თავი დათმობილი ამ სექტორისადმი. ერთი არის პირდაპირ საკითხი გარემოს დაცვა, თავს პირდაპირ ასე ქვია. მეორე თავი არის კლიმატთან დაკავშირებული ქმედებები, ეს კლიმატის ცვლილებას ეძღვნება ეს თავი და ამას გარდა ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შეთანხმებაში, რომელიც ასევე ნაწილია ასოცირების ხელშეკრულებისა, არის თავი ვაჭრობა და მდგრადი განვითარება და იქაც კონკრეტული ვალდებულებებია ჩადებული. მე დავიწყებ შევეცდები მოკლედ თქვა, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი მიმართულებებია ჩადებული გარემოს დაცვაზე, მაგრამ პირველი თავი, რომელიც ძირითადად, თავიდან შედგება ზოგადი ნაწილისგან, რომელშიც კონკრეტული დირექტივების კონკრეტული მუხლებია ჩადებული, რაც აწესებს გარემოს დაცვითი მმართველობის წესებს და ასევე გარემოს დაცვითი მიმართულებების ასახვას ქვეყნის პოლიტიკის სხვა მიმართულებებში. ანუ აქ ჩართვის დროს ნათქვამი იყო ინფრასტრუქტურული პროექტები იყო ნახსენები, სწორედ დავეთანხმები წინა გამოსვლეს და გავაგრძელებ ამ თემას, რომ სწორედ აქ მოწოდებულია ზუსტად ის კონკრეტული ვალდებულებები, თუ როგორ უნდა აწარმოოს ქვეყანამ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნებართვის გაცემისას, რა პროცედურები უნდა იყოს დაცული, საზოგადოების ჩართულობა, როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი, ეს უკვე ზუსტად არის გაწერილი. ამის შემდეგ უკვე იწყება დარგობრივი მიმართულებები და დარგობრივ მიმართულებებს მოკლედ ჩამოგიტყვით, ეს არის ჰაერის ხარისხი, წყლის რესურსების მართვა და ხარისხის უზრუნველყოფა, საზღვაო სივრცის გარემოს დაცვის თვალსაზრისით მართვა, სახიფათო ქიმიური ნივთიერებები, ნარჩენების მართვა, ბიომრავალფეროვნება და ასე შემდეგ. ანუ საკმაოდ ფართო ბევრი მიმართულებაა. ძალიან ბევრი მიმართულება იქნება და ეს თავისთავად ცხადია. ყველაზე საინტერესოა არის ის საქართველოსადმი მოთხოვნები ზუსტად შეესაბამება თუ არა ევროკავშირის სტანდარტებს. ანუ რა არის სტანდარტები ევროკავშირის ქვეყნებში, როგორია სტანდარტები? ძალიან გამიხარდა ეს შეკითხვა რომ დავისვით, იმიტომ რომ ამის თქმა მინდოდა ყოველთვის საზოგადოებისთვის, რომ ევროკავშირს მოწოდებული აქვს, რა თქმა უნდა, კონკრეტული დირექტივები, მაგრამ ამ დირექტივებში არის ჩვენთვის სავალდებულო დასახელებულია ზუსტად მუხლები, რომელი მუხლებია ჩვენთვის სავალდებულო და რამდენი წლის განმავლობაში უნდა შესრულდეს ეს გონივრული ვადებია შერჩეული. ეს თავისთავად ძალიან ხანგრძლივ პერიოდზე იქნება გაწერილი, იმიტომ რომ ერთ დღეში, ერთ კვირაში ან ერთ წელიწადში თუნდაც გეტყვით მაგასაც ჩვენი ნაწილი, გარემოს დაცვის ნაწილი, რომელიც ამ ორი თავით არ შემოიფარგლება, იმიტომ რომ ეს ურთიერთგადამკვეთი საკითხებია, გარემოს დაცვა და სხვა თავებში შედის. საშუალოდ არის 2 წლიდან 12 წლამდე მაქსიმალური ვადა რაც ჩადებული გვაქვს 12 წელია, ყველაზე ახლოს შესასრულებელი ვალდებულებები 2 წელი. მაგრამ მე მინდა გითხრათ ზუსტად ის ვალდებულებები გვაქვს თუ არა, რაც აქვს ევროკავშირის ქვეყნებს. ამიტომ არის შერჩეული დირექტივებიდან მუხლები.
და ის მუხლებია შერჩეული ჩვენს ხელშეკრულებაში ჩადებული არის ის მუხლები, რომელიც სავალდებულოდ შესასრულებელია ზუსტად ჩვენი ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირის ქვეყნებისთვისაც არის შესასრულებელი, მაგრამ გარდა ამისა, ამ დირექტივებში არის მუხლები, რომელიც ევროკავშირის ქვეყანას ავალებს, როგორ მოიქცეს მეზობელ ევროკავშირის ქვეყანასთან, თქვათ. აი ეს მუხლი ჩვენთვის სავალდებულოდ ჩადებული არ არის. ანუ ამ მუხლების ჩადება ხდებოდა ძალიან დიდი გამოკვლევის შედეგად. ამაზე დიდხანს მუშაობდა ევროკავშირი, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობასთან ერთად და ზუსტად იყო განსაზღვრული, რა მდგომარეობაშია ქვეყანა, რა შეიძლება შეასრულოს და რამდენ წელში. ეს ვადები გაწერილია რეალური მდგომარეობიდან გამომდინარე. ანუ კვლევის შედეგად მივიდნენ იქამდე, ქვეყანას რა პოტენციალი აქვს და სწორი მიმართულების შემთხვევაში მათი მხრიდან ტექნოლოგიური, მეთოდოლოგიური და ასევე ფინანსური დახმარების შემთხვევაში და სწორი მუშაობის შემთხვევაში როგორ მივა ქვეყანა ზუსტად ეს ვადები გაწერილი აქვს მათ და ახლა არ მინდა დარჩეს ის შთაბეჭდილება რომ ჩვენ დაგვეყარა თავზე გაუცნობიერებელი ვალდებულებები რომლებსაც აყალიბებს ევროკავშირი და აი პირდაპირ ესე გადმოგვეცა და აგვიშველება და როგორ შევასრულებთ ეს ძალიან დიდი ხანი მიმდინარეობდა ეს მოლაპარაკება და ზუსტად შერჩეულია ვადებიც და ვალდებულებებიც რაც უნდა შევასრულოთ. რამდენად მე ვიცი საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უკვე მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა, რაც თავისთავად სწორია, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ განმეორდები და ვიტყვი რომ ეს არ არის ის საკითხი, რომელიც მცირე პერიოდში უნდა შესრულდეს. რაც შეეხება უშუალოდ მოსახლეობას, რა თქმა უნდა, ყველას აწუხებს დაბინძურებული ჰაერი, წყალი და ასე შემდეგ დაბინძურებული გარემო ზოგადად. როგორი არის მექანიზმები ამისგან თავის დასაცავად, როგორია აღსრულების სისტემა და როგორ იცავს მოკლედ სახელმწიფო თავს გარემოს დაცვისთვის? გეტყვით, დღეს არ ვიცი საზოგადოებისთვის რამდენად ცნობილია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ უკვე გარემოს დაცვა სახელმწიფო პროგრამაში ბოლო 2 წელია აღიარებულია პრიორიტეტულ მიმართულებად. ამან გამოიწვია ის, რომ დაიწყო ინსტიტუციური გაძლიერება. შესაბამისად, გაძლიერდა თვითონ სტრუქტურაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, ანუ გაძლიერებაში მე ვგულისხმობ არა მხოლოდ ადამიანური რესურსების დამატებას, არამედ დარგობრივი მიმართულებების დამატებას, მაგალითად როგორიც არის ტყის მართვა, ტყის პოლიტიკის სამსახურის დაემატა და სატყეო სააგენტოს მოგეხსენებათ რაღაც პერიოდის განმავლობაში გარემოს დაცვის სამინისტრო ან განკარგავდა საერთოდ ტყის რესურსებს, ახლა განკარგავს. ასევე ინსპექციის საშუალება, ანუ ზედამხედველობის დაემატა სამინისტროს ეს სტრუქტურას და კიდევ ბევრი სხვა სტრუქტურაც, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ აი სწორედ ყველა თემას გავაკეთებ რაღაცნაირად კავშირში ასოცირების ხელშეკრულებასთან. ასოცირების ხელშეკრულება ყველა თავის დარგობრივ მიმართულებებზე ჩამოყალიბებულ დირექტივებს ჩვენს შემთხვევაში იწყებს ასე, რომ ქვეყანამ უნდა შექმნას ამ მიმართულებით უნდა დაასახელოს კომპეტენტური ორგანო და შექმნას ინსტიტუციური და საკანონმდებლო საფუძვლები ამ ყველაფრის უზრუნველსაყოფად და მერე იწყება კონკრეტული ვალდებულებები. პირველ 2 წელიწადში ეს აუცილებლად არის უზრუნველსაყოფი, ანუ კომპეტენტური პასუხისმგებელი ორგანო, რომელიც თავის თავზე პასუხისმგებლობას აიღებს ყველა ამ საკითხის განხორციელებისთვის და მინდა გითხრათ, ყველა დარგში ეს არ არის გაწერილი ძალიან ბევრჯერ არის მიმართულება, როცა საზოგადოებამ არ იცის ამ თემაზე ვის მიმართოს. მაგალითებიც არსებობს ამისი, თბილისში იჩეხება ტყეები და რაშლება გარემოს დაცვის სამინისტრო და ამას კომპეტენტური ორგანო არ ყავს. აი ასეთი ბევრი საკითხია გასარკვევი. ხშირ შემთხვევაში ბიზნესის და გარემოს დაცვის ინტერესები, ასე ვთქვათ, იკვეთება. რამდენად არიან ბიზნესმენები ინფორმირებულები თუ სად ევლება ეგრეთ ვთქვათ, პირობითი ზღვარი და რომელი სტრუქტურა აკონტროლებს ამ ყველაფერს? სახელმწიფო სტრუქტურაზე მაქვს საუბარი. ნუ კონტროლი არის მრავალგვარი. მე გეტყვით ახლა მოკლედ ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობა არის უნიშნელოვანესი. საზოგადოებასთან და ასევე ბიზნეს სექტორთან, რა თქმა უნდა. ბიზნესმენმა ზუსტად უნდა იცოდეს და შესავალი ჩემი იმით დავიწყე, რომ დღეს 21 საუკუნეში გარემოს დაცვა სოფლიოში, სამყაროში აღარ არის მტერი ეკონომიკური განვითარების. ეს რას ნიშნავს, რომ ბიზნესმენისთვის გარკვეული
ჩამოყალიბებული და ზუსტად მოთხოვნილი სტანდარტი არის უფრო ადვილი, რომ მან მართოს თავისი ბიზნესი სწორად. ამისთვის ბევრი რამე შეიძლება გაკეთდეს და უკვე გაკეთებულიც არის, მაგალითად, ჩვენ დაწესებული გვაქვს ასეთი მწვანე ბიზნესის მოთხოვნები, როგორ თქვა ახლა ბიზნესმენები, მცირეც და საშუალოს და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებიც თავის დროზე დარეგისტრირდნენ, ამ ჩვენს გამოცხადებას გამოეხმაურდნენ და შედეგად დაჯილდოვებაც გავაკეთეთ ჩვენ იმ ბიზნესმენებისა, რომლებიც მწვანე გზით მუშაობენ, მაგალითად აწარმოებენ მწვანე კამპანიას, ან მწვანე მეთოდებით აკეთებენ პროდუქციის გამოშვებას, ან აქვთ რეციკლირება, წყლის ან ნარჩენების, ასეთი ისევ გვაქვს გამოცხადებული ასეთი კონკურსი და ძალიან გასაოცარი იყო ჩვენთვის, რომ ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა ამას და ბიზნესმენები ძალიან დაინტერესდნენ ამ საკითხებით. ეს იწვევს მათი ცნობიერების გაძლიერებასაც. იმიტომ რომ ამ საკითხებში რო იწყებ მონაწილეობას, უკვე ერკვევი თუ რა და როგორ უნდა გააკეთოს სწორად. გასაგებია თქვენ ცნობიერებაზე ისაუბრეთ და რაც ყველაზე გულსატკენია სიუჟეტშიც ვნახეთ და პრინციპში ამას ყველა თვალნათლივ ამჩნევს, გინდა თბილისში გქნებავთ თბილისის ფარგლებს გარეთ, მთლიანი საქართველოს მასშტაბით, რომ მოქალაქეები აბინძურებენ გარემოს. ეს არის პირველ რიგში ალბათ ისევ და ისევ ცნობიერების ამაღლების საკითხი და ამ ადამიანებთან საჭირო არის მუშაობა იმისთვის, რომ მათ შეიგნონ თუ რატომ არ უნდა დააბინძურონ გარემო. კონკრეტულად რა კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული და მათ ცნობიერება იყოს ამაღლებული. ვადლობთ შეკითხვისთვის, რა თქმა უნდა, პირველ ადგილზე დგას საზოგადოების ცნობიერება. ეხლა ძალიან გასაოცარია ბევრი ადამიანისთვის, პირადად ჩემთვის ძალიან გასაოცარია ის ამბავი, რომ ადამიანს გინდა თუ არა უნდა აუხსნა, რომ თავისი სახლის წინ არ დაყაროს ნაგავი. რა ვიცი, მე მიკვირს, მაგრამ რადგან საჭიროა, ესე გასაკეთებელია. მე უფრო სერიოზულ ცნობიერების ამაღლებაზე ვსაუბრობდი ახლა და ვგულისხმობ იმას, რომ აი ჩვენი ჩართვებიდანაც ჩანდა, რომ ადამიანები მსჯელობენ და განსაკუთრებით საზოგადოებრივი სექტორის გაცნობიერება არის ამხრივ მნიშვნელოვანი, ну რაღაცა თავის მოსაზრებიდან გამომდინარე, თუ რას დაგვავალებს ევროკავშირი და ასე შემდეგ. ჩვენ სამინისტროს უკვე გაწერილი აქ ასე ვთქვათ, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ ასოცირების შეთანხმების თითოეული დარგობრივი მიმართულება ის ასე ვთქვათ, პრეზენტაციები თუ როგორ გითხრათ, კამპანიები ჩავატაროთ თითოეული დარგობრივი მიმართულების მიხედვით, რაც შეიძლება მისახვედ ენაზე, ამის პლატფორმას თუ როგორ მოვახერხებთ ამას, იმედი გვაქვს დაგვეხმარება ამაში თვითონ არასამთავრობო ორგანიზაციები, იმიტომ რომ ჩვენ ვაპირებთ მათთან კონსულტაციების გავლას, რა გზით მოვახერხოთ ეს, იმიტომ რომ ადამიანს ახლა ყველას თავის საქმე აქვს ცხოვრებაში და ვერ დაავალებს, რომ 700 გვერდიანი დოკუმენტი წაიკითხოს და ამის მერე კიდევ სწორად მიხვდეს იქ რა წერია. ამიტომ მარტივად უნდა მარტივად ზუსტად რავალდებულება რამდენ წელში ვინ უნდა იყოს ჩართული და საზოგადოებრივი ჩართულობა ახლავს ყველა დარგობრივი მიმართულების თავს ისევ ასოცირების ხელშეკრულებაშიც და მეორე საკითხია ის, რომ ადამიანს რომ სთხოვ, რომ ის მოიქცეს სწორად, არ დააბინძუროს გარემო, შესაბამისად უნდა შეუქმნა იქვე ისეთი ინფრასტრუქტურა, რომ მას არ მოუხდეს აი სახლის წინ რომ მდინარე რო ჩამოსდის, იმ მდინარეში რო არ ჩაყაროს ნაგავი, გეტყვით რომ კიდევ მიკვირს ასე რომ იქცევა ადამიანი, მაგრამ რახან ასე იქცევა, უნდა მოუხერხო და ალტერნატიული ჩასაყრელი ადგილი უნდა ქონდეს ძალიან ადვილად ხელმისაწვდომი. აი ეს ყველაფერი მე მგონი ძალიან დროზეა მოსაგვარი. იმედია რომ ეს ყველაფერი რაც შეიძლება მალე მოგვარდება. ჩვენს მაყურებელს ვეთქვი რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ქალბატონი ნინო თხილავა, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს დაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი. დიდი მადლობა თქვენ სტუდიაში მობრძანებისთვის და გეტყვით ასევე იმას, რომ ეს იყო რუბრიკა ევროპის დროით, რომელიც წარმოგიდგინათ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით. ჩვენ მთელი ნახევარი წლის განმავლობაში ვსაუბრობდით იმ მნიშვნელოვან მოვლენებზე, რომლებიც უკავშირდებიან საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციას და იმ მნიშვნელოვან მოვლენებს, რაც ასოცირების შეთანხმებას ეხება. ვნახოთ რეკლამა, რამდენიმე წუთში სხვა თემებით დაგიბრუნდებით.